მოგესალმებით, მე საბა ვარ და დღეს ბიში მივდივართ გაყინულ ჩანჩქერზე საცურსად. ანას დინარესთან გავაჩერეთ მანქანები. ხიდზე გადავალთ და ფეხით ვიმოძრავებთ, ცოტა არ ვიცი რამდენია მანძილი. ფეხით მივალთ ჩანჩქერამდე. ჩანჩქერთანაც მოვედით. სიმართლე რო ვთქვა, უფრო დიდი მეგონა. ხლა ვდივართ ჩანჩქერის ზედა მხარეს, რომ თოკი დავკიდოთ. ჩამოვედით. აი აქ უნდა დავკიდოთ, ახლა თოკი. ამაზე ტოვებ აქ ბოლო? ამაზე ტოვებ? ისინი იცის რა, მოყრა იცის რო ჩაატყავ რა, თვალში შეიძლება შეგეყაროს დასათვალე გამოიყენო და კიდე მესამე თემა არის რომ მოწყდებით ამ წერაყინებს რა,
კი ექნება ეს ისინი ბალდები თავისი რა რეჟიმის არის. და ხელი თუ გაგეშვებათ, შეიძლება ამ მოაგდოს და წამოვიდეს ხარშიან თავში მოხვდეთ, მაგასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ რა. სხვა მეტიც სტანდარტული ამბავია რა, შეიძლება გაქნება, გამოქნება რომ მოწყდებით იყოს, მაგრამ არაფერი ისეთი. უბრალოდ ზემოდან რო იმას იზამენ დაიყურებენ ან ხო ან რაღაცა მაქსიმალურად კედელთან ახლოს უნდა მივიწიოთ რა. ეგაა და ეგ ტექნიკას რაც შეიძლება ეცადეთ რომ თლიან ხეს ესე მოიქნევთ, თორე მალევე დაიღლებით. ისინი შეიძლება ზოგადად ცოტა გაახურეთ და ეცადეთ რომ მაჯებიდან წამოიღოთ რა და დანარჩენი ცოცვის ამბავია რა, მარჯვენა მარცხენა. იდე მეტი არის ცოტა და შეიძლება ეხა უფრო წამოიღოს ისველი. ეს კაი ტემპერატურა და კაი ამინდია, მაგრამ ისეთი არაფერი ვახო რამე ვითხარი შენს 1-2 სიტყვა. ცოცვას რაც შეიძლება რა. ანუ შეეცადეთ რომ 3 წერტილი ყოველთვის გქონდეთ. ან როცა გვაქვს ეს, თავით ერთი გვაქვს, ორი ფეხი ხაერში არ გქონდეს ფეხი რა. ყოველთვის უნდა ფეხის რომ ფეხი კედელთან ახლოს იყოს რა. და ხელები ესე არ გინათ რა. ეცადეთ რომ აი ეს მანძილი სამუშაო. აქედან წამოღება არ ჭირდება. აი ეს მაჯიგლები საკმარისი არის. ეს მოქმედება რა. და რა მომენტში არის წერაკენი უსაფრთხო რომ უკვე დავეყრდნოთ, ანუ ვიგრძნობთ მაგას ჩვენ ხო? ხელაზე ჩასვლა არ ჭირდება. ხო. არც ამ ხელაზე. აი ეს პატარაც კი რო ჩამოდის. სამია რამე, აი ესეც კი რო ჩამოდის რა. ესეც კი რო საკმარისი არის. ეს მიაქციეთ ყურადღება რომ ქვას თუ მოხდება არა მოგარტყათ, სათვალე გაიკეთეთ. შეიძლება შეგეყაროთ ყინულის ნატეხები და რომ მოწყდებით კიდე ეს წერაყინი რო წამოვა თავში ან იმაში სადმე არ გავიწყათ სუდად რა. ისეთი არაფერი. ეგა აბა პირველი ასვლა ყინულზე. როგორ? ცოტა დაიღალა. ესე ხდება დაზღვევა. სადგური არის თოკი გრიგში გატარებული. მეორე ბალდით გოლით უბრალოდ დამაგრებულია.
ჟუმარი, რომელთაც გაჩავთ თოლქს. ექვსის ნახევარია. ვიცოცეთ, კარგი იყო. ავლაგდით. და ეხლა მივდივართ სახლისკენ. ორი სიტყვით ჩემს შთაბეჭდილებებზეც რომ მოგიყვეთ. ყინულზე საცოცად პირველად ვიყავი. და რავი, ერთადერთი რის თქმა შემიძლია არის ის, რომ ძალიან მაგარი იყო. ცოცვა კარგია კლდეზე, მაგრამ ყინულზე ცოცვა სულ სხვა სიამოვნება ყოფილა. ამიტომ ვისაც შესაძლებლობა გაქვთ, გირჩევთ, რომ ყველამ გამოცადოთ ეს სიამოვნება. და მადლობა ბიჭებს, აგერ ბატონო ახოს და ალექს და რა თქმა უნდა გოგოებსაც, აგერ ქალბატონ ელენეს. აბა ნახვამდის და მადლობა ყურებისთვის. მის ფორმას უხარ ახლა. იმდაც მოგიყვარს, მანდ უთხრა მადლობა.